ასე მითხრა კოკიო და ვეღარ მოგმართეთ ახლა. არა, კოკი და კონსტანტინე შორის კარგი გისმენ გენაცვალე ქალბატონო რა ხდება. ცოტა ისე დროს მინდა ბატონო კონსტანტინე 4 ბავშვი. არ ვარ გენაცვალე კონსტანტინე ბატონო შალვა არ ვარ გენაცვალე კონსტანტინე კოკი გახლავარ. კოკი დაგიძა ხო? კაი ნუ მეწყობები შენ ჭირი მე კაი. აბა გითხარი არ ვარ ეს კონსტანტინე და მაინც კონსტანტინე გინდა რომ ვიყოთ კაცო. გისმენ. მოგიგეთ კოკი ბატონო. ხო და გითხრათ თუ შეგიძლიათ რომ 4 ბავშვი მყავს მარტო ხელა დედა ვარ. შეგენაც მაინც მარტო სადგალაქსი ეს ამდენი ბავშვები გაგიცი ყველას მარტო ხელა გქონდა. პატარა ბავშვები მყავდა მინდა ახლა დაგელაპარაკოთ უცბად რომ იძახიან ძალიან ცელქები არიან. აი შეგენაცვალე გისმენ ქალბატონო. მოკლედ რა მინდა გითხრათ ბაკურიანში ან გუდაურში მინდა ასლა ისე თქვენ რომელს მირჩევთ? რა ვიცი ხა 4 ბავშვით მე მგონი გუდაურს ბაკურიანი გირჩევნია იმიტომ რომ მაგ ბავშვები თავს მოგაჭამენ ბოლოს მე იმდენი იჯდება გუდაურში ჭამალა. ისე ძალიან ცელქები არიან თავ ფიქრობ ახლა წევიყვანო მაგრამ მე რა ვიცი მეწოდებიან თოვლი გვინდა დედაო და დედას ვიფიქრე წევიყვანო. ხო და თქვენ თუ შეგიძლიათ რომ წამიყვანოთ იგენაცვალე ან ტრანსპორტი რა შეიძლება რომ გავყვე რომ მიიღოთ რა ქვეყანაში ხარ ქალბატონო ხო? მე თბილისში ვარ. თბილისში ხარ ესე იგი როდის გნებავთ წასვლა თავარი არის როდის მიდიხართ? როდისთვის მივდივარ და 14-ში მინდა ასვლა. 14 დღეს არის ხვია დღეს არის 13 დღეს 12 დღეს 12 13 14 ზეგ ანუ პარასკევს ზეგ დიახ კი ბატონო არ არის პრობლემა გიც მანქანა იმიტომ რომ ბავშვებით ახლა მეშინია ძალიან ნერვიულობ ისედაც თუ არა აქედან მიდიან ქვეყნის მანქანები არა ბატონო მინდა რომ გითხრათ ხშირად გზაში ცუდად ხდებიან ხოლმე ვასწნევ ყველაფერს ამას და ყველაფერს ვალევიკებ მაგრამ მაინც ცუდად ხდებიან და გაშრობილი მაქვს სისხლი მეზიძღება მაგიტო ამათი ყველგან წაყვანა. მისმინე ცუდად თუ ხდებიან დრამინა უნდა მიიღოთ აუცილებლად წამოსვლის წინ. აი მე ორორს ვაყლაპებ ან ზერგი იმიტომ რომ ჭამენ მთელი გზა. რას ლაპარაკობ ქალბატონო რა მთელი გზა თუ ჭამენ გაღებიეთ ბავშვი ახლა რას იზამს ახლა მთელი გზა თუ ბავშვი ჭამს და ყლაპავს. არ ვიცი დილას არ აჭამოთ ქალბატონო საჭმელს ნუ აჭამოთ. ერთი წამი მომისმინეთ შემოგევლე ერთი წამი ქალბატონო ერთი წამი მომისმინეთ დილას ახლა გოჭს და იმას შემწვარ მოხრაკურს ნუ აჭმევთ აჭამეთ ცოტა სუბუქად ბავშვს და შემდეგ წავიდეთ და ბატონო კოგი თავსაც მოგაჭამენ ამათ რომ სუბუქად ვაჭამო და კვებით გარეშე წამევიყვანო. ხო არ ვიცი ახლა რა გიქრა გენაცვალე ახლა ხოთ პარაკიან პურჭამენ დილას თავისი თაფლით და მე უკვე ნერვები აღარ მაქვს თან ხმარს ვარ ახალი გაშორებული აუ ეს ხარ გაშორებულები რაც გადამეკიდეთ კი მაგრამ მე რატო გადამეკიდეთ ეს ხარ გაშორებულები რა ვიცი ახლა მე არ ვიცი თქვენ ვინ გადაგეკიდათ კაცო მე არაფერი გადაკიდებული არა მოკლედ ერთი სიტყვით კაი შეგენაცვალე ხარ თუ გაშორდი ეს 4 ბავშვი საიდან გაგიშთა გაფიცებ ყველაფერს აი არა უშავს რომელსაც სადგინდათ მომწერეთ WhatsApp-ზე გავამიგზავნეთ მე სანამ დავშორდებოდი 10 წელი ვიყავ ქორწინებაში და გავაჩინე ახლა ეს ბავშვი ხო კაი მომისმინე კაი შეგენაცვალე კაი მომწერეთ სათხარ ტერიტორიულად WhatsApp-ზე ყველაფერი და წინა დღეს დამირეკეთ ან რა იქნება 4 ბავშვი და მე ვარ მხოლოდ ანუ პატარა მანქანა გრემბავთ თუ მინივენი გდებავთ რა ვიცი რაფერ 5 კაცი ვართ და როგორც დავეტევით ბავშვები რა ხის არიან ბავშვებს ბავშვი ახლა მე ვიცი ბალიშვილები და წეიქცევა ესეთი და არიან მაგნაერები შენიშვილები ყველაზე უფროსი არის 13 წლის რა გამოსვილო ბავშვი რაფერ არის 13 წლის თქვენ პატარა მანქანაში ვერ ჩაჯდებით ქალბატონო დიდი მანქანა გინდათ ამაში ბატონო რა ვიცი რა მქამაში ვერ ჩაჯდებით 5 კაცი არა გენაცვალე ახლა 4 ბავშვი რა ვიცი 5 ადამიანი როგორ დაждდებით იმას პატარა მანქანაში ვერ მოთავსდებით აი იყოს დიდი მანქანა იყოს არ არის პრობლემა 350 ლარი ქალბატონო რაიმე დედა ღმერთო მიშველი ასე უნდა უკვე ამაზე გელაპარაკებოდი ბატონო კონსტანტინე არ ვარ ქალბატონო კონსტანტინე არ ვარ გენაცვალე კონსტანტინე